ამათმა კარიბჭეები გახსნეს რა და შემოუშვეს ეს არაბულ ისლამს უშვებენ აკა რომ ამბობენ აფერი არ იქნება კაცო ქალაქი აშენდება არაბების ერთ-ერთი თავარი მოთხოვნა სადაც ახდებიან იცით რა არის პირველი მეჩეთი უნდა აშენდეს ხარ ძვირფასო ქოცებო მზად და ძვირფასო ქართველებო ყველას მოგმართავთ ხართ ამისთვის მზად უცხო ისლამის შემოსვლა ჩვენთან და ვინ შემოდის არაბები უნდა შემოვიდნენ ავღანელები შემოდიან და პაკისტანელები ავღანელებს აღარ ვიტყვი არაფერს ხო რაც არის და როგორი ქვეყანაც არის ხო ასევე პაკისტანიც ავღანეთი პაკისტანი ის განსხვავებული ისლამია განსაკუთრებით გამოირჩევა თავისი აგრესიულობით ხვა არ ჩვენ ამისთვის ჩვენ ოსმალური ისლამთან ურთიერთობა გქონდა და თანაცხოვრობა გქონდა კავკასიელებთან თანაცხოვრობა გქონდა შუა აზიურ ისლამთან საბჭოთა კავშირის და რუსეთის იმპერიის დროს გქონდა ურთიერთობა და თანამშრომლობა და მეგობრობაც და პარტნიორობაც ხშირად მაგრამ ეს არაბული რომელიც მე-12 საუკუნის მერე დავიწყებული იყო ახ ამა ჩემოყავთ აქა ვარ ჩვენ ამისთვის და თბილისის საამიროს მე მოვისმინე რამოდენიმე ოცნების აპოლოგეტის გამო რა მოხდაო კაცო არაბები აქო რო იყვნენო თბილისშიო რა მოხდა გითხრათ რა მოხდა უვიცებო და ბოროტებო და მოღალატეებო გითხრათ რა მოხდა 32 წელი დაჭირდა დავით აღმაშენებელი თბილისის დაბრუნებისთვის დიდგორი გაუხდა მოსაგები და მერე თბილისი იერიში დაიღო საქართველოს მეფემ აი ეს დაუჯდა და თურმე არაფერი არ ყოფილა კაცო გიორგი დაუკვირდი დავით აღმაშენებლის მემკვიდრეობის გადასინჯვა დაიწყო ამ ხელისუფლებამ 22 წელს სამჯერ შეუთვალე მე კახი კალაძეს რომ თბილისის დაბრუნების 900 წელი ვიზეიმოთ სამჯერ მითხარით სოფლიოში დედაქალაქი ერთიანი ქვეყნის 900 წლის დედაქალაქი რომელი არც ერთი არც ბერლინი, არც პარიზი, არც ლონდონი ბრიტანეთის დედაქალაქი 900 წელი არ არის, ინგლისის დედაქალაქი იყო. ისე არც მოსკოვის ერთ არ იყო. ვერ დამისახელა ისპაჰანიც კი, თეირანიც კი არ ყოფილა, სტამბულიც კი არ ყოფილა, ანკარაც კი არ ყოფილა, პეკინიც კი არ ყოფილა 900 წელი დედაქალაქი. ჩვენ გამონაკლისი ვართ. რომ ერთიანი სამეფოს დედაქალაქი 9 საუკუნის დედაქალაქი. სამჯერ რო შეუთვალე პასუხი მესამეჯერ ეთყო მოვაძულე თავ მესამეჯერ შემითვალა რომ კიო ვიცითო ჩვენ უნდა მუშაობთო მაგაზო დიდგორის 900 წელი არ ვიზეიმეთ პროფანაცია მიდის საქართველოს ისტორია რა უჭირს თბილისის საამიროს 735-დან 1222 წლამდე იყო რამდენი გამოდის 386 წელი იყვნენ არაბები თბილისში კაცო და არაფერი არ ყოფილაო ამაზე ლაპარაკობენ და კონფლიქტი მოხდება მათთან იმიტომ რომ ქართველებისთვის ეს არის უცხო ძალა არაბული ისლამიც და ავღანური ისლამიც და პაკისტანური ისლამიც უცხოა ჩვენთვის მათი ქცევის ეთიკა განსხვავებულია კითხეთ ტაქსის ძღოლებს ვინ როგორი იქცევა სპეციალურად ვეკითხები აი ჩაგიჟდა თურქი როგორი იქცევა იმიტომ უცხოელები ნახევარი მათი შემოსავალი ჩვენ ტაქსის ძღოლებს უცხოელებიდან მოდის ხო თურქი როგორი იქცევა ირანელი სხვათაშორის ყველა ტაქსის ძღოლი ამბობს რომ ყველაზე ძდილობიანები არიან ირანელები ყველაზე ცუდად ვინ იქცევიან არაბები არიციან მოსმენა სხვათაშორის არაბებს დანარჩენებს თურქებზეც ქურთებზეც ირანელებზეც ზემოდან უყურებენ იმიტომ რახან ყურანი არაბულია რახან მოციქული მუჰამედი არაბი იყო იმიტომ მათ თავიანთი ურთიერთობები აქვთ თურქებს ირანელებს და არაბებს სხვათაშორის საკმაოდ დაძაბული და ხშირად სისხლიან მაგრამ ჩვენთვის უცხოა ეს ზალა ავღანელები პაკისტანელები და არაბების შემოსვლა არა გვაქვს ჩვენ იმუნიტეტი ამისი როგორც მინიმუმ და გადა დემოგრაფიული მასშტაბებზე და გავლენების კონსერვატორობას აწვევიან კონსერვატორობა რა არის აი თანამედროვე მემარჯვენეების იგივე ტრამპისტების და რესპუბლიკელების რა არის ანტიმიგრაციული კანონმდებლობები წამოვიდა ამ მეჩეთების ჩადგმამ არ გერმანიაში და ინგლისში და იმაში პრობლემებს თურქები კი არ ქმნიან პრობლემებს ქმნიან არაბები ავღანელები და პაკისტანელები თუ არ და შეგიძლიათ ეს შეისწავლოთ და ნახოთ
იმიტომ ყველაზე აგრესიულად განწყობილები და ჩვენთვის მიუჩვეველია კაცო დავით აღმაშენებელმა ძლივს გადაგვაჩვია და ბიძინას მოყავს ამაშია საქმე და ეთნიკური ჩანაცვლება მიდის რო კითხო არიან პატრიოტები და ქართულის მომხრეები და ეთნიკური ჩანაცვლება მიდის რუსები პაკისტანელები არაბები ისე ქართველები რატომ მიდიან საზოგადოებრივ თვითონ სამუშაოს ვერ ნახულობენ ვინმე ამიხსნას ეს ეკონომიკური ფორმაცია რას ნიშნავს ქართველისთვის სამსახური აქ არ არის და არაბებისთვის და პაკისტანელების და ვიმგენისთვის ბანგლადეშელებისთვის არის რატო შემოყავთ აქა ვინ მიცა ბიძინა ივანიშვილს ამის უფლება თბილისის საამიროს აღდგენის უფლება ვინ მიცა შეურაცხყოფას ერეკლე მეფე შეურაცხყოფას აყენებენ ხალხო ის არის შეურაცხყოფა რა ძეგლით დადგეს ერეკლე ქართველის წარმოსახვაში რა არის ჩვენთვის აი ყველასთან რაღაცა გვაკავშირებს ვიზუალი ქვეცნობიერი და ზეცნობიერი ერეკლე არის ხმალშემართული მეომარი პატარა კახი ნახეთ რა ძეგლი დადგეს სამარცხვინო თან ცნობილია ერეკლეს გარეგნოა ჩვენ ვიცით რამოდენიმე მეფის გამოსახულება გვაქვს უმეტესად ხატების მაგრამ სოლომონ პირველიზე ერეკლეს სურათი ვიცით ჩვენ როგორც იყო ჩახატულია ესა ხო ის ერეკლეა რაც დააღენეს ტრასაზე ეს არ არის შეურაცხყოფა პატარა კახის და ხელი აქვს აწეული დანებება როცა ხმალი უნდა კონდეს ებძვიან დავითის მემკვიდრეობას ებძვიან ოჯახების სიწმინდე ჯერ სიწმინდე რა არის ოჯახის სიმტკიცე უნდა იყოს ხო ოჯახის სიწმინდის დღე გამოდიან უყურებ კაცები არიან ქალები არ არიან თუ ქალები გაქცეული არიან საზოგადოებრივ და ისინი ინახავენ ოჯახებს რანაირი ოჯახის სიწმინდის და სიმტკიცის დღეებს ატარებენ როცა ქალი აღარ დარჩა ქვეყანაში ბავშვი აღარ ჩდება ქართველი აღარ ჩდება და ჩანაცვლება ხდება რაც ვერ მოახერხა მტერმა და დუშმანმა ხმლით შემოსევით ჩამოსახლებით დედაწულიანად რომ მოდიოდნენ რაც მოიგერიეს დიდმა ქართველებმა დავითმა ერეკლემ სოლომონმა გიორგი წყირვამ ყველამ თავს დებდა ამდენი თავდადებული მეფე არ არის ჩვენ და ეთიოპელებს აგვყავს მათ დახოცილი იმპერატორები ყავთ ბრძოლის ველზე და ქართველებს მეტი არავის არ აყავს ალექსანდრე ბატონიშვილი მოსკოვში რო ჩავიდა პეტრესთან და შვედებთან საუბრად წავიდა დედამისმა გააფრთხილა რომ არ შემარცხინო ახაო ამ რუსებთანო და იქო თავი გამოიჩინეო ბაგრატიონი ხარ და ქართველი ხარ რო ჩამოვიდა ფერმკთალი იყო კითხა დედამისმა რომ ხო არ მომჭერი თავი მტერთან ხო არ გამოიქეცი ივან უთხრა რა უქნაო დედაო ამათ მეფეები თურმე არ ომობენო ამათი სარდლები არ ომობენო ის პატარა კახი პირველი შედიოდა ომში და ბოლო გამოდიოდა 100 ჭრილობა ქონდა რო განბანეს ვისთან ომობდა ნეტა და ისინი შემოყავთ და რანაირი ქართველები არიან რა არის ამათი ისე ნაციონალიზმი რაში გამოიხე მემარჯვენეობა ქალი არ დატოვეს ოჯახები დაშალეს ახალგაზრდობას ებძვიან წადი თუ გადაშენდით ამ ქვეყნიდანო ებძვიან მთავარ მოკავშირეებს ვინცმა მითხარით ოდესმე ევროპა თუ დასხმია თავზე ევროპული გარდა რომაელებისა და მერე მოკავშირეები გავხდით მათი პომპეუს ლაშქრობის მერე ყველაზე მაღალი ტიტული მივიღეთ რომაელი ხალხისა და სენატის მეგობარი და მოკავშირე ეს იყო იბერიის მეფეთა ტიტული ყველაზე დიდი პატივი რომელი ევროპული სახელმწიფო დაესხა საქართველოს მითხარით დამისახელეთ და ევროპა საშიშიო ევროპაში კაცებს ათხოვებენო და ავღანელები შემოყავთ სადაც ისა რა ქვია პედოფილი არის ჩვეულებრივი ამბავი ავღანეთში ჩვეულებრივი ამბავი ავღანეთში წერ გაპარსული ვინც დადის ის არის ჰომოსექსუალიზმის ობიექტი თუ პირველად გაიგეთ და ისინი შემოყავს ბიძინას და გვიმტკიცე რელიგიაზე ქრისტიანობას იცავენ უღმერთო თუ დავით აღმაშენებლის მემკვიდრეობის გაქრობა მიდის ისა არც დიდგორი იზეიმეს არც თბილისის დაბრუნება იზეიმეს არაფერს არ აკეთებენ და როგორც კი რაღაც შენ ნიშისტი ხარ შენ ისა ხარ შენ იმგენის მხარეზე ხარ მე ვარ ლიბერალი და თქვენ ახართ კონსერვატორები აი მაქსიმათრით სიმართლით იარეთ კოცებო და
და ფილოსოფოს ხელმოცარული ფილოსოფოსი ყავთ ერთი ლოთი კაცი ბასიაკი და ისა იდეოლოგი მთავარი ამ ქვეყნის და კახი კალაძე თბილისის ბიჭო თბილისის მერი ხარ დღედაღამე ქუჩაში უნდა იყო უფალს მადლობას უნდა წირავდე რომ თბილისის ისა რა ქვია თავი ხარ და არაო კაცო ჩვენო რა ისო თბილისის აღებაო და 900 წლის დედაქალაქი ერთიანი სამეფოსი მთელი მსოფლიოში უნდა გვეზეიმა ესა და ყველას უნდა გაეგო ესა დიდგორი ვერ გავბედეთ და დადიან შუაზიაში და ჩვენი დამაქცევარის და სისხლის მსმელის იმისი რა ქვია თემურლენგის იმაზე მგენი დადეს ეს კობახიძე რა ქვია ვენოკებით აი ეს არის დღევანდელი ხელისუფლება კუბას უნდა დავასრულოთ სამწუხაროდ დრო მოგვეწურა მადლობა ძალიან ერთ დღეს გაასწორებენ ყველაფერს ერთ დღეს დაეცემა ყველაფერი თავში ბიძინა ივანიშვილს აი ყველაფერი რასიბოროტეებით თესა და ქართულმა ოცნება და სხვათა შორის მათმა მომხრეებმა ვინც დღესაც ერთგულობენ ქართველობას მე რომ ასწავლიან მე გუბას სანიკიძეს საქართველოს ისტორიას მე მასწავლიან მემარჯვენეობას კონსერვატიზმს მე მასწავლიან რა ჭირდება ამ ქვეყანას მე მასწავლიან რისგან შედგება როგორ დაიბადა როგორ ომობდა როგორ იბრძოდა როგორ სისხლს ღვრიდნენ ჩვენი წინაპრები ეს ნაციონალები მე მასწავლიან თურმე რა არის საქართველო და ვინ არის ქართველი ვინ არის ერეკლე ვინ არის დავითი ამათ მაიციან პაპუაშვილმა კალაძემ ბიძინამ ამათ მაიციან საქართველოს ჩემზე კარგად და შენზე კარგად თურმე რა არის ეს ქვეყანა და საიდან მოდის და რა მისია უნდა კონდეს რომ ევროპა თურმე მტერია ვებძვიან ჩვენი გადაშენება უნდა ჩვენი გადაჯიშება ვინ აჯიშებდა ქართველებს აღმოსავლეთი და არადასავლეთი რამდენ გადაჯიშებული ქართველი ჩამოვიდა ევროპიდან მითხარე რამდენი გათხოვდა იქ მითხარე რამდენ საართვეს ენა და ამ პროფანაცია ბნელი ხალხი არის აყოლილი ამიტომ არის სიბნელე გიორგი ამიტომ არის განათლება საჭირო ამიტომ დავიწყეთ მე და შენ ისა რომ იქნებ რამე გავაგებიოთ ამ ხალხს იმიტომ რომ ბნელი არის სახიფათო კუბას ძალიან დიდი მადლობა რადგან ვახსენეთ იდება უფალს ყველაფერი კარგად იქნება და ღმერთი ფარავდეს ირანს და ირანელ ხალხს რადგან ვახსენეთ ჩვენი გადაცემა მოტოციკლი მაყურებელს უბრალოდ მინდა უთხრა რომ სამშაბათიდან განახლდება დროების YouTube არხზე მოგზაურობა წარსულში ეს არის ციკლი ისტორიაზე მსოფლიო ისტორიაზე დადგება დღე როცა საქართველოს ისტორიაზე დეტალურად ვისაუბრებ